მოგესალმებით ბავშვებო. მე ვარ ელფი მირაბელა და დღეს გასწავლით, როგორ უნდა დავხატოთ დათვით ძალიან მარტივად. პირველ რიგში ვიწყებთ ასეთი დიდი წრის შემოხატვით, რომელიც იქნება ჩვენი დათვის თავი. შემდგომ გადავდივართ ასეთივე უბრალოდ პატარა წრეების შემოხატვაზე. დაბილთა მხარეს, როგორც ვიდეოში ხედავთ, თანაბრად შემოვხაზავთ ორ პატარა წრეს, ორივე მხარეს, მარცხნივ და მარცხნივ და ზუსტად იგივე მოძრაობას გავიმეორებთ ქვედა მხარესაც, უბრალოდ მოხდება უფრო დიდი წრეები. რაც შეეხება ყურებს, ახლა უკვე ვიწყებთ ყურების დახატვას. ნახევარ წრებს ვხატავთ, როგორც ვიდეოშიც კარგად ხედავთ და ამის შემდგომ უკვე გადავდივართ ზუსტად იგივე ფორმის გაკეთებაზე ყურის შიგნითა ნაწილზე, რაც კიდევ უფრო ლამაზ და საყვარელს გახდის ჩვენს დათვნიას. უკვე გადავდივართ ხელების დახატვაზე, ამ პატარა წრეებზე, რომლებიც უკვე დავხატეთ, ვაკეთებთ მსგავს შემაერთებელ ხაზებს და უკვე დაბლად ვუკეთებთ მორკალულ პატარა ხაზს. ახლა უკვე რაც ყველაზე მთავარია, გადავდივართ ჩვენი დათვნიას სახის დახატვაზე. ვუხატავთ წრეს, თუმცა უფრო მეტად წაგრძელებულ სიგანეში და პატარა ცხვირს ვუხატავთ, სადაც ამოტრიალებული სამიანის მსგავსად ვუხატავთ პირს და ასეთ პატარა ნახევარ წრეს ვუკეთებთ. ამის შემდგომ უკვე ვხატავთ თვალებს და თვალებსაც ზუსტად იგივე პრინციპით ვხატავთ ორ საშუალო ზომის წრეს, რომლებსაც ვაფერადებთ პატარა თეთრ წერტილებს ვუტოვებთ უფრო მეტი სილამაზისთვის და გამომხატველობისთვის, თუმცა თქვენ თუ გსურთ, შეგიძლიათ მთლიანადაც შეავსოთ. ესეც ასე ჩვენი დათვნიას თვალების შესახებ უკვე მზადაა, თუმცა კარგია დავაწყოთ პატარა წარბების მიხატვაც და ზემოთ პატარა ქოჩორსაც ვხატავთ, როგორც ვიდეოში ხედავთ. შეგიძლიათ ეს თქვენ არც კი დაუყრეხოთ. ახლა უკვე გადავდივართ ჩვენი დათვნიას გაფერადებაზე. პირველ რიგში ვიწყებთ ყურების შიდა მხარეების დახატვას, რომელსაც შედარებით ღია ფერის ყავისფერი ფლომასტრით, ან თქვენ როგორც გსურთ, შეიძლება ფანქრით ვხატავთ. უკვე გადავდივართ ჩვენი დათვნიას მეორე ყურის მოხატვაზე. როგორც ვიდეოში ხედავთ, ზუსტად იგივე ფერით ვაფერადებთ ამ ფიგურასაც, რომელსაც მთლიანად შევავსებთ ფანქრით ან ფლომასტრით და კიდევ უფრო ლამაზ გავხდით ჩვენი დათვის სახეს. ამის შემდგომ ზუსტად იგივე ფერით ვაგრძელებთ ხელების და ფეხების მოხატვასაც. როგორც ვიდეოში ხედავთ, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ჯერ ვიწყებთ პატარა წრეების გაფერადებით, ხოლო შემდგომ უკვე გადავდივართ დიდი წრეების გაფერადებაზე. თქვენზე არის დამოკიდებული, ჯერ მარჯვენა მხარეს გავაფერადებთ თუ მარცხენა მხარეს, მთავარია სწორად მიყვეთ და გაიმეოროთ იგივე მოძრაობები. ახლა უკვე დრო არის, რომ გავაფერადოთ ყურები, თუმცა ეს შეგიძლიათ არ გავაფერადოთ, შეგიძლიათ საერთოდაც სხვა ფერით გავაფერადოთ, მოკლედ ყველაფერი თქვენზე არის დამოკიდებული, მთავარია ფერები ერთმანეთს შეუსაბამოთ და საბოლოო ჯამში თქვენ თვითონვე მოგწონდეთ ის, რასაც ხატავთ და ის, რაც დამოკიდოთ საერთო ჯამში. ამ შემთხვევაში შედარებით უფრო მუქი ფერის ყავისფერი ფლომასტრით გავაფერადეთ ჩვენ დათვნიას ყურების გარე ნაწილი, შეგიძლიათ ამფრით მთლიანი დათვნიას ტანიც გააფერადოთ. ახლა ვსვავთ, ასე ვთქვათ, საბოლოო ეტაპს, რომელიც კიდევ უფრო ალამაზებს ჩვენს დათვს და ვაფერადებთ წითელი ფლომასტრებით ლოყების ნაწილს